ამოვიღო? რა განწყვეტო რა გიჟდეს? შეიცინძაფი. ამოიღეო და. ამოიღე, აბა მიდი ხო მაგარია. ეხა არაა ფორმაში. მოვიკითხავ ჩემს ძმებს, ყვერებს, ვლადიმერს და ლადოს. სერიალ ნუ გადაიღო ამაზე. რას ფიქრობთ სოფლიოს პირველ სპერმის ბოლაზე? რაღაცა ვიდეო ნახე ხო და დებილიზმი არის. რაო? ანუ ვერ მივხვდი ხა რატო არის მაინც სპერმის ბოლა რატო იყო? საიდან ჩანდა რომ გინდა თუ არა სპერმის ბოლა იყო? მეც რა ცუდი ისნახე ხარისხი არ ვიცი. განაყოფიერების დროს ის არის ლაივია თუ არა რაღაცა ხო რაღაცა ეგეთი უცნაური ვიდეო იყო სპერმის ბოლა. რანაირად იყო სპერმები დანიშნული არ ვიცი ვისი რომელი ვისი რა იყო? იყიდოს სილკმა. მაგე რომ იყავს მაგარი. მე ნახე პროსტა ეს აი შემთხვევით რომ რაღაც ვიდეო ჩაგივარდება ხო იცი ის რო გაიჩითება მაგით მე მგონი ტუფთა იყო რაღაც. არ მიფიქრია მაგას სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ მე მგონია რომ ეგეთი ბოლა შეუძლებელია. გორილა არც ისე დიდია სიმაღლეშიო დაგვიწერეს. რაო? ხო, მიწდები თავშიც ანუ. გორილას? ხო. მე მონაწილეობა მე მონაწილეობა მაქვს მიღებული მაგ ბოლაშიო. არა, მიწდების გამო არ მithქვამს ეგ რომ ვერ მიხვამთ. ო, ვერ მიაკარები. ეხა 10 კაცი რომ მიესწრება ვიღაცას თვალთან მოუწევს. არა ძმაო. არა ფასი. არ მინდა. გავანებოთ გორილას თავი რა. გორილა რა ძალა აქ მაგას თქვენ ვერ ხვდებით ხა წესიერად. თქვენ გონია თუ გონია თუ ძალიან ძლიერი ადამიანის. არა, ერთ დარტყმით მოკლავს. ერთ დარტყმით მოკლავს ბაზარი არა. ერთ კი არა, რამდენიმე შევა მოკლავს შეჩემ. აი ესე 5 ადამიანი რო დააყენო 5 ადამიანი რო დააყენო ოღონდ აი ძლიერ იმას არ გულისხმობ დუეინ როკ ჯონსონს არ გულისხმობ რა მე შეიძლება მე 5 გადარჩეს სიტყვაზე მაგრამ 5 ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანი რო დააყენო და გორილამ ეს ხელი მოიქნიოს შეიძლება 5 დავრიდოს შეჩემ ერთი გორილას კალა პირში მისცემს აი მაშინ გორილას რენდომ იყოს საკმაოდ სტატისტიკური უნდა იყოს ბიჭო რენდომ გორილა ბევრად დიდი შანსია რომ მაინც ის დეცი ტიპი იყოს ვიდრე რენდომ ადამიანი. ზოოპარკის გორილა, ან ცირკის. ზოოპარკის გორილები ძალიან დაპასნი ტიპები არიან. თუ ყავს ნანახი? საქართველოში არ არის ხო გორილა და მე მაგრამ რამდენიმე ვიდეო ნანახი გორილების მაგარი საშიში ხალხია. ხო, კმენა ძალიან ისაა, ხო. ბახოდო მაგას არც ვიტოვებსიან, თუ კმენა შეუძლია ტიპს ხო? მართალია. ხო და ამიტომ ადამიანები შეუძლია გადაგტეხოს და რაღაცა დაგვიდოს ერთი და ნომერი ხო იყო ეს? აი ას უკმენ შეჩემე შენ ავი. სად უკმენონო ხო? ო, კუდოზე ხო. რა გინდა მე? ო, მაგ თუ უკმენ თორე სხვანას არ მიწოდები შეჩემ. ჩემზე უკეთესი გიტარისტის დედა შევეცი მარკ ნოფლერი. კაიხარ. ბევრს არ შეგინებია. მაინც დამეც. კაია რომ ვიღაც ესეთი არის. მამუკა რიჟამაძე. შეიძლება 1-2 ადამიანს შეეგინა რა, ისიც ერთი მკვდარია იქიდან ნაღდათ. ქობულეთელ გლობუსას, რომელიც მილანის ფანია, უთხარით რომ ყველა თამაში ჩაწყობილი არაა. მისცემს. ვეფხისტყაოსნის ავტორი მოერება თუ პერსონაჟი? ესე შევხედოთ. არასდროს ეგეთ პერსონაჟი, რომელიც ავტორზე ძლიერია. ავტორს შეუძლია კალმის ერთი მოქნევით ნებისმიერ პერსონაჟი გააქროს. თუმცა არიან პერსონაჟები, რომლებიც ავტორს ბოლომდე დაუფლებიან. მის გონებაში ისე შეზრდილან და შესულან, რომ პერსონაჟი ავტორს ვეღარ გაურჩევია, სად მთავრდებოდა თვითონ ის და სად იწყებოდა პერსონაჟი. არხის შექმნის დღიდან გიყურებთ და პირველად ვადონატებ დღეს. ყვარობთ მაგრად. რაც ისე თუ არა, სამდენი წელი თუ არა. გადავ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. #კალაწადი ექიმთან. ვეცდები. იქნებ ხვალ გავიღვიძო და აღარ მტკიოდეს. ხო შეიძლება, ხო ჩერდება ხოლმე ეს ტკივილი თავისთვის. ან ქართველების ის არის. კაცების მიდგომაა ეგეთი ვაფშე რომ ხვალ გავიღვიძებ იქებ აღარ მტკიოდეს კაც. მახარას ყოფილი წინა კბილი გწერს. მოკითხვა კალას სიბრძნის კბილს. მახარას ყოფილი წინა კბილი ძალიან გე. აშვილო. შენ ხარ გირეკავდა ეს ნომერი? კი. ვა. ერთი ეგ ნომერი გირეკავდა ორივეს? ახლა და მომინა. მათიშა. კირო გადამეთ.
ხო მშვიდობა. მესიმ რო აი წერწამი. მოხსნას რა ხდება? ვირეკავდა მე ტატოს ერთ-ერთი ნომერი და ხო უცნაური საიდან გაიგო ნომერი ან ჩემი ან შენი მაგრამ თხოვნა ადამიანმა და 18-ის გახდაო კირო ქათამაძეო მიულოცეოდა გილოცავთ კირო დაბადების დღეს ბედნიერებას და წარმატებას და ყველაფერ კარგს გისურვებთ და ძალიან ერთგული მეგობარი ყავს როგორც ჩანს იმიტომ რომ თათ კაი საქციელი არ არის ჩემი აზრით რავი ესე ადამიანს უცხოს და არა ლაივში ტელეფონზე დარეკვა ლაივში რო ისა ესე იგი ძალიან უყარხარ კირო და თხოვა რომ მიულოცეოდა გილოცავთ დაბადების დღეს იმედია გაგიხარდა და ღირდა ეს ყველაფერი ამათ უერთდები მეც მილოცვას მაშინ მე სამჯერ დამირეკა და უფრო სამჯერ სამმაგად უერთდები ამ ყველაფერს მაგრამ კიდევ ერთხელ თლად ისეთ საქციელი არ არის რა ქვია მოსაწონე ლაივში დარეკვა ესე იმიტომ რომ ვიფიქრე რომ რაღაცა ხდება ხო რაღაცა კატასტროფა მოხდა და ვიღაცას რაღაცა დაემართა ან რაღაცა და მესიმ რომ მოხსნას ეგეს თან ეგეც აი მე კაი კაცი ამ კვირაში გადააგდეთ კიდე ვახორეკავს არა ალო დიახ კი ბატონო მადლობა ასევე მადლობა ის დავდგა ტელეფონი ქალაქის ტელეფონი დავიდგათ ბოლოთამ დარეკა მაქსიმილიან რობესპიერის დაბადების დღეა და რომ მიულოცოთ ულოცავთ რობესპიერს და უსურვებთ რომ თავი არ დაეკარგოს გოგიშას და უცუნას მიულოცოთ დაბადების დღე გთხოვთ მისცეთ ერთი ცხოვრებისეული რჩევა თან დარწმუნებული ვიყავი მაგრამ მაინც გადავამოწმე მართლა და რობესპიერის დაბადების დღე ყოფილა ვახომლად ანუ დარწმუნებული ვიყავი რომ მართლა იყო დღეს მაგის დაბადების დღე მაგრამ უკვე 6 მაისს ძალიან მიყვარს ესე რომ იქიდე 3 წუთი ანუ ელოდა 12 რა მითხარი კამბა დაელოდა ჯორო 12-ს გადაცდენილი იყო დაელოდა 12-ს გადაცდენილი იყო მე დარეკა იმიტომ რომ გუშინ არ იყო ყოველ არა იმენა 6 მაისს არის არა გუშინ არავის ესეთი ვერ მოიფიქრა ესეთი დაბადების დღე იმენა 6 მაისს არის რობესპიერის დაბადების დღე რაღაცა დონაცია რაღაცას კითხულობდა კნაოდა რას კითხულობდა გოგიშას და უცუნას მიულოცოთ დაბადების დღე გთხოვთ მისცეთ ერთი ცხოვრებისეული რჩევა მოიცა ორ ადამიანს რომ მიულოცოთ ერთ ბაშად გოგიშას და უცუნას უცუნა ხო ანუ ცუნაც არსებობს მე რა ვიცი შეჭიმა ვინ არის ეს გადართე ეს ხდება აქეთ რა როიცოდეთ UFC-ს თამაშობენ ესენი იმას ეძინა წეღან აი აქ ეძინა ზუსტად დატო მოდის ახლა აქეთ უნდა გადავხტო იქით მაინც ჩანხარ მან კი ჩანხარ სამწუხაროდ ნათელში ხარ მან პროსტა და კარგად შევა მიეცით ადამიანს ჯერ ულოცავ დაბადების დღეს უცუნას და ლევანს უცუნას შეჭიმა ლევანი იყო მეორე არ მახსოვს რა ლევანი უცუნა და ამახსოვდა გოგიშას და გოგიშა ჩემი კაი კინაღამ გოგიშას და უცუნას ულოცავ დაბადების დღეს მადლობა რომ ტელეფონზე არ დაგვირეკეთ და ისე მოითხოვეთ და ერთ ცხოვრებისეული რჩევა ლაივში თუ იცით რომ ადამიანი ლაივშია და გადაცემა მიყავს მით უმეტეს ტელეფონზე არ დაურეკოთ ან ორი წამყვანიდან ერთ დაურეკეთ ორივეს უნდა დაურეკოთ და დავფეთდით მაგრად ჩვენიც გაიგეთ არა ხო რა უცებ უცხო ნომერი ტატომ დაინახა რომ აქაც რეკავდა და უცებ ტატოსთან დარეკა და მე რო არ ავიღე თან საკმარისი არ ახმოჩდა სამჯერ და